ზემო ავჭალაში მშენებლობის დროს მუშებმა ადამიანის ძვლები, თიხის ჭურჭლის და ბრინჯაოს ნამტვრევები იპოვეს. ამის შესახებ მაშინვე ეროვნულ მუზეუმს შეატყობინეს. ეს მოხდა 1927 წლის დეკემბერში. ეროვნული მუზეუმიდან აქ ადგილის შესასწავლად წამოვიდა არქეოლოგი გიორგი ნიორაძე. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იქ, სადაც ავჭალაში დღეს არის პენიტენციური დაწესებულება, ციხიდან დასავლეთის მიმართულებით, რომელიც არის ის მიმართულება, როგორც კომპასი გვეუბნება, დასავლეთით დაახლოებით 140 მეტრის დაშორებულ მანძილზე აღმოაჩინეს სამარხი. აქ მიტოვებული შენობები და სამშენებლო მასალების საწარმოა. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა ძველი ჩანაწერისა და თანამედროვე რუკის დახმარებით სავარაუდო ადგილის პოვნას ვცდილობთ. დაახლოებით ეს ადგილი უნდა იყოს ის ტერიტორია, სადაც 94 წლის წინ აღმოაჩინეს მეომარი ქალის სამარხი. სამარეები, სადაც იარაღით დამარხული ქალები გვხვდება ძალიან ცოტაა. ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ზემო ავჭალაში ნაპოვნი შეიარაღებული ადამიანი, რომელსაც ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მეომარი ქალი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ცხენოსნობა კარგად იცოდა. წერს არქეოლოგი გიორგი ნიორაძე 1931 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხში ადამიანის ძვლებთან ერთად იპოვეს ასევე საბრძოლო იარაღი, ასევე ცხენის თავის ქალის ნაწილები და ყველაფერი ეს დღეს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ამიტომ ჩვენც ეროვნული მუზეუმისკენ მივდივართ. მეომარი ქალით წლების შემდეგ პირველად რადიო თავისუფლება დაინტერესდა. დღეს კი საცავი სპეციალურად იმედის დილის მაყურებლისთვის გაიხსნება. არის ავჭალის სამარხი ცნობილი 30-იან წლებში გათხრილი, საუკუნის 30-იან წლებში. ეს კოლექცია ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების ძირითად ფონდში. გვეუბნებიან, რომ აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვის მე-11-მე-9 საუკუნეებით თარიღდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავჭალაში აღმოჩენილი მეომარი ქალი შესაძლოა მსოფლიოს უძველესი ამორძალი იყოს. თავის ქალის მოცულობის ძვლების წონის, პატარა ზომის კბილებისა და კიდევ რამდენიმე ნიშნის მიხედვით თავიდანვე დადგინდა, რომ სამარხში ნამდვილად ქალი იყო დაკრძალული. 2 თვის წინ სქესი და ასაკი თანამედროვე მეთოდით მაკაჭკადუამ კიდევ ერთხელ განსაზღვრა. სქესის გამსაზღვრელი ერთ-ერთი ნიშანი, რაც ახლა აი ამ თავის ქალაზე გვაქვს, არის აი ეს თვალბუდის ზედა კიდე, ანუ ამითი ხვდები ქალებში არის უფრო თხელი, ეს არის კეფის ძვალი და კუნთების მიმაგრების ადგილი. როგორც წესი კაცებში ეს მეტად განვითარებულია, ქალებში არა. აი ამასაც აი ეს ადგილი არც ისეთი განვითარებული აქვს. ის რომ ქალი ნამდვილად მეომარი იყო, ამაზე სამარხში აღმოჩენილი საბრძოლო იარაღები და ცხენის თავის ქალის ნაწილები მოწმობს. ამას ჩვენ ბოლო კვეთილ მაყვილს ვეძახით არქეოლოგია. ანუ არ აქვს წვერი, ხო? წვერი არ აქვს შეგნებულად, იმიტომ რომ წვერი როდესაც არ აქვს, ეს უფრო მძიმეა ბოლო ნაწილი და ეს არის სწორედ ამ ხედრისთვის, როდესაც ცხენზე ზის მეომარი, ძალიან ნაკლები ჭირდება იმისათვის, რომ ძლიერი იყოს დარტყმა. საინტერესო გახლავთ ის, რომ თვითონ ამ სამარხშიც აღმოჩნდა ცხენის თავის ქალის ნაწილები და კბილები ქვედაღმა. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ქალი ნამდვილად იყო ცხენოსანი მეომარი. მებრძოლ ქალს საბრძოლო იარაღები და ცხენიც ჩააყოლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი პატივით დაკრძალეს. ამის გამო არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-11-მე-9 საუკუნეებში დღეს პოპულარული გენდერული სტერეოტიპები არ არსებობდა. ძალიან საინტერესო იქნება საერთოდ რა ვიფიქრე ახლა რო ვიყავით, რომ იმ ადგილას კიდევ რომ მოიძებნოს და გაითხაროს, როგორც წესი აი ამ სახის სამარხები ასე
განცალკევებულად არ არის ხოლმე. ის არის ხოლმე სამაროვანთან ერთად. აი სამაროვანი მართლა ძალიან საინტერესო იქნება აჩვენებს თუ აი მამაკაცებით და მეომარი ქალებით ერთად არიან დაკრძალული თუ არა. ბევრი ალბათ საინტერესო კითხვას გასცემდა პასუხს. კიდევ რა საიდუმლოს ინახავს ზემო ავჭალის ეს ადგილი, ამას მხოლოდ არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ გავიგებთ. თუმცა ტერიტორიის ხელახალი შესწავლა დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. არადა საინტერესო იქნებოდა უფრო მეტი გაგვეგო, ვისთან ერთად და როგორ ცხოვრობდა უძველესი ამორძალი საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი თანამედროვეობის ამორძალს თამარ ბუბაშვილს, რომელმაც პირველ ამორძალზე ასეთი საინტერესო რეპორტაჟი მოგვიმზადა.